ქართული საზოგადოების საყურადღებოდ მინდა განვაცხადო. გუშინ წინ გაერთიანებულ ერებში შედგა გაერთიანებული ერების ანსამბლეის სამიტი, სადაც არშვიდმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა ქართული სახელმწიფოს ისტორიულ მიწა-წყალზე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, აფხაზთა და სამაჩაბლოს დევნილთა უპირობო დაბრუნებას. 59 სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთის ბოროტების იმპერიამ, ბელარუსმა და მათმა სტრატეგიულმა აფრიკულმა სახელმწიფოებმა წინააღმდეგ წავიდნენ ჩვენ ისტორიულ მიწა-წყალზე, აფხაზთა და სამაჩაბლოს დევნილთა უპირობო დაბრუნებასთან მიმართებაში. 57 სახელმწიფომ თავი შეიკავა საქართველოს სახელმწიფოს მხარდასაჭერად. მათ შორის არიან დღევანდელი თვითმარქვია მოღალატეობრივი უზურპირებული ხელისუფლების სტრატეგიული პარტნიორები, ჩინეთის კომუნისტური რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა და გაერთიანებული არაბთა საემირო. დღევანდელი პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორები მოღალატეობრივი უზურპირებული ხელისუფლების. სამწუხაროდ დღეს, როგორც მოღალატეობრივი კოლაბორანტი ოპოზიცია, ისე მოღალატეობრივი თვითმარქვია უზურპირებული ხელისუფლება დუმილით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას და არ დადგა გაერთიანებული ერების ანსამბლეის სამიტზე მოთხოვნა უშიშროების საბჭოსადმი აღსრულება გაერთიანებული ერების ანსამბლეის მიერ მიღებული დადგენილებისა აფხაზთა და სამაჩაბლოს დევნილთა უპირობო დაბრუნებაზე და უშიშროების საბჭომ გაერთიანებული ერების ქარტიის საერთაშორისო სამართლის ნორმებით მეშვიდე მუხლის თანახმად ამოქმედოს მეშვიდე მუხლი და გაერთიანებული ერების სამშვიდობო შენაერთები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შემოვიდნენ, რათა გაკეთდეს დერეფანი და აფხაზთა და სამაჩაბლოს დევნილთა უპირობო დაბრუნება დაიწყოს თანამემამულენო.